მხოლოდ ქართულის რუბრიკით ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. რუბრიკის ავტორი და თანაწამყვანი შემოგვიერთდა უკვე სტუდიაში. ამჯერად უნდა გაგაცნოთ პრემიუმ ხაზის ქართული ბრენდის თეთრეული ზეზეწარი. დანარჩენს უკვე თიკო ნატმლაძე მოგვიყვება, რომელიც ასევე ზეზეწარის დამფუძნებლებსაც უმასპინძლებს ჩვენს ეთერში. თიკო, დილომშვიდობისა და გისმენთ. დილომშვიდობის ნინი, მივესალმები საქმიან დილას მაყურებელს. სახლის ტექსტილის მწარმოებელი კომპანია ზეზეწარი ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა და ამ პერიოდის განმავლობაში პროდუქციის ასორტიმენტი ბევრჯერ გააფართოვა. ამჟამად ზეზეწარი მომხმარებლებს საწოლის თეთრეულს, პირსახოცებს, საღამოურებს, მაგიდით გადასაფარებლებს და ზოგადად ტექსტილის ყველა იმ სახეობას თავაზობს, რომელიც სახლისთვის საჭიროა. კომპანია სრულად ქართულია, საკუთარი დიზაინით სრულ პროდუქციას ადგილზე აწარმოებენ და მომხმარებლებს როგორც შოურუმში, ისე ონლაინ არხებში წარუდგენენ. ზეზეწარის ისტორია ჩვენი სიუჟეტიდან მოვისმინოთ და შემდეგ უკვე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ზეზეწარი გამოჩნდა ბაზარზე 2021 წელს. საკმაოდ შემთხვევით შეიქმნა ბრენდი, რადგან ჩემი მეგობარი გადადიოდა ახალ სახლში და მთხოვა დახმარება თეთრეულის არჩევაში და როცა დავიწყეთ ძებნა, მივხვდი, რომ თეთრეული, რომელიც იქნებოდა სადა, ხარისხიანი და კომფორტული, საკმაოდ რთული იყო, რომ გვეპოვა ბაზარზე და ესე შემთხვევით გაჩნდა იდეა შეგვექმნა ზეზეწარი, მე დავიწყე სწავლა ამ სფეროში, იმიტომ რომ ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდი, სხვა მიმართულებით ვიყავი და ნელ-ნელა ეს ჩავერთე ამ პროფესიაში. ჩვენ დავიწყეთ საწოლის თეთრეულის წარმოებით, შემდეგ დავამატეთ პირსახოცები, ხალათები, საღამურები, ბალიშები, საბნები, მაგიდის გადასაფარებლები. მოკლედ ყველაფერი ასეთ სახლის ტექსტილი მოიცავს, ვცდილობთ რომ ავითვისოთ. პროცესი პირველ რიგში იწყება ქსოვილის წარმოებით, ჩვენთვის ვაწარმოებთ ქსოვილს, შემდეგ ცხადია დიზაინი, კერვა და უკვე შემდეგ ხდება პროდუქტი მომხმარებელთან. თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი მომხმარებელი, რადგან პირველი ბრენდი ვიყავით ქართული სახლის ტექსტილის მიმართულებით, მაგრამ ნელ-ნელა დავიმსახურეთ ნდობა, დავიწყეთ ონლაინ გაყიდვებით და ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ მომხმარებლის, ვინც გვენდა, იმიტომ რომ როცა ვერ ეხები, ასე ვთქვათ, ქსოვილს, საკმაოდ რთულია ესე ონლაინ იყიდო პროდუქტი. შემდეგ უკვე გავხსენით შოურუმი და ნელ-ნელა ვიზრდებით. თავარი არის, რომ მოიპოვა ნდობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენი თავარი, ასე ვთქვათ, ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა ხარისხიანი პროდუქტი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გაყიდვები ონლაინ მიმართულებით ძალიან იზრდება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პირველადი ნაბიჯი და ამოცანა რაც ქონდა, რომ მოგვეპოვებინა ნდობა მომხმარებლის, მოვიპოვეთ. ჩვენს მაღაზიაში ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეუძლია იპოვოს სასურველი ნივთი, იმიტომ რომ ფასები იწყება დაახლოებით 30 ლარიდან და იზრდება 700 ლარამდე. შესაბამისად, თუ ეძებთ საჩუქარს ან პირად მომხმარებელთვის ნივთს, თავისუფლად შეძლებთ ჩვენს მაღაზიაში შერჩევას. გეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ონლაინ გაყიდვები, მალე ჩაიშვება ჩვენი საიტი, საიდან ძალიან კომფორტული იქნება ნივთების შეძენა. ასევე ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ მაგიდის აქსესუარები და სუფრები, რადგან საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა ბაზარზე. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ზეზეწარის დამფუძნებელი მარიკელა ახვლედიანი შემოერთდა საქმიან დილას სტუდიას. დილომშვიდობის. მადლობა თქვენი დროისთვის. როგორ გრძნობთ თავს პირველ რიგში?
კარგად და მადლობა რომ მომიწვიეთ სტუმრად. პირიქით მადლობა თანამშრომლობისთვის. მოკლედ, რაღაც დეტალებს მოვუყარეთ თავი ჩვენ სიუჟეტში, მოვუყავით ზედწარის ისტორია, როგორ გამოჩნდა ის ბაზარზე. თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოა ის ამბავი, რომ ზედწარი აწარმოებს სრულიად მაღალი ხარისხის პრემიუმ კოლექციას, ესე რომ ვთქვათ. საინტერესოა, რამდენად გამოწვევებითაა სავსე ეს პროცესი და როგორ ახერხებთ, რომ თქვენს მომხმარებელს მუდმივად, რეგულარულად მიეწოდოთ ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. ესე იგი, ჩვენთვის თავარი ამოცანა იყო, როგორც სიუჟეტში თქვით, რომ პროდუქტი ყოფილიყო ხარისხიანი, შესაბამისად ყველა ჩვენი ქსოვილი, რომელსაც ვიყენებთ, არის სერტიფიცირებული ევროკავშირის სტანდარტებით და ვცდილობთ, რომ ყოველთვის ზედწარი ასოცირდებოდეს მომხმარებლისთვის ხარისხთან პირველ რიგში, შემდეგ უკვე სადა დიზაინთან და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგვდის. კი. ნედლეულის მოპოვების ნაწილი რა პროცესთან არის დაკავშირებული და როგორ ახერხებთ, რომ ქართულ ბაზარზე მოიძიოთ ხარისხიანი ნედლეული, რომელიც შემდგომში წარმოებაში ზუსტად ისე გამოგადგებათ, როგორც დაგეგმილია? ამ პროცესს საკმაოდ ადრე ვიწყებთ დაგეგმვას, იმიტომ რომ ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ქსოვილს. შესაბამისად, სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში ქსოვილის წარმოება არ ხდება და ჩვენს პარტნიორებთან ვაწარმოებთ. ეს ყველაფერი იწყება პირველ რიგში ძაფის არჩევით, შემდეგ ამის ქსოვით, მაგრამ ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ ქარხანა, ვისთანაც ვითანამშრომლებთ, ეს ქარხანა იცავდეს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი იმ ხარისხის, რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული. თქვენთვის რა არის მთავარი უპირატესობა წარმოების პროცესში? აი, რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას? ჩვენთვის პირველ რიგში ყოველთვის არის ხარისხი, შემდეგ ჩვენი ბრენდი როდესაც გამოჩნდა, ზუსტად ეს იყო მთავარი გამოწვევა, რომ საკმაოდ რთული იყო ბაზარზე გვეპოვა, ასე ვთქვათ, უფრო სადა პროდუქტი, ვთქვათ, ნაკლები პრინტით, ხარისხიანი, რადგან ბოლო პერიოდში ტენდენცია არის უფრო ცეცით ინტერიერებზე და შესაბამისად ჩვენი ამოცანები არის ასეთი. ძალიან საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში თქვენი მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. როდესაც თქვენთან შოურუმში ვიმყოფებოდით, ჩვენ მაშინაც ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ განსაკუთრებულად გააქტიურებულია ონლაინ არხები და საკურიერო მომსახურება, იმიტომ რომ მომხმარებლების გარკვეული ნაწილი უპირატესობას ანიჭებს, რომ გამოიწეროს, ესე ვთქვათ, თქვენი პროდუქცია. ამ მიმართულებაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, როგორ მოქმედებს, ესე ვთქვათ, გამოძახების სერვისი. გამოძახების სერვისი ჩვენთვის არის ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ალბათ მთავარი გაყიდვების წყაროც კი, მიუხედავად იმისა, რომ შოურუმი გვაქვს აბშტის 38 ნომერში, უფრო მეტად ჩვენი მომხმარებელი ირჩევს გამოძახების სერვისს, ასევე დაგვემატა რეგიონებიდან მომხმარებლები და სწორედ ამიტომ უკვე მალე ჩავუშვებთ საიტს, საიდან ისინი შეიძლება გამოიწერონ, რადგან ვფიქრობ, დღესდღეობით იმდენ დროის დეფიციტია, საცობები და ასე შემდეგ, რომ ყველა ადამიანს ურჩევენ, რომ სწრაფად მოაგვაროს, ასე ვთქვათ, საკითხი. ამ ეტაპზე რამდენიმე პლატფორმაზე ხარ წარმოდგენილი, რომელიც პოპულარულია მომხმარებლებისთვის, ხო? მაგრამ გეგმოთ, რომ თქვენი პირადი საიტიც ამოქმედოთ. რა ეტაპზეა ეს ამბავი? ამ წამს ვარ წარმოდგენილი Volt-ზე, Glovo-ზე, Velistor-ზე. ასევე გვაქვს ჩვენი მიტანის სერვისიც და საიტი დაახლოებით ალბათ თვის ბოლოს უკვე ჩაეშვება. ასევე ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ქართულ კომპანიასთან QuickShipper-თან და ჩვენი საიტი ვფიქრობ საკმაოდ მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის, რადგან QuickShipper-ი უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა თვითონ აირჩიოს, რამდენ ხანში სურს პროდუქტის მიწოდება. ხო, რა თქმა უნდა, მათთვის უფრო მოსახერხებელია, როცა სახლში იღებენ პირდაპირ პროდუქტს. თუმცა შოურუმის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გაქვთ წარმოდგენილი. შოურუმში როგორია აქტივობა მომხმარებლების და როგორ იზრდება ბოლო წლებში? რაც შეეხება შოურუმში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გარემო გქონდეს ძალიან კომფორტული, როდესაც ადამიანი მოდის, იმიტომ რომ ჩვენი სფერო არის თუნ სახლის ტექსტილი, ამიტომ ის უნდა იყოს მყუდრო, შვიდი და ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს როგორც სახლში, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უყვარს ჩვენთან მოსვლა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ ეს კომფორტი და უმეტესწილად ბოლო პერიოდში უკვე მოდიან მომხმარებლები, რომლებიც პრაქტიკულად მთელი სახლის ტექსტილს, ასე ვთქვათ, არჩევენ ჩვენთან დაწყებული თეთრეული და საბნები, ბალიშები, პირსახოცები და ცხადია საღამურები. ძალიან საინტერესოა ის ამბავიც, რომ ნებისმიერი ბიზნესის წარმოებას თან ახლავს სხვადასხვა გამოწვევები და ბრკოლებები. თქვენ შემთხვევაში თუ იკვეთება რაიმე სახის გამოწვევა, ესე ვთქვათ, თუნდაც წარმოების, თუნდაც რეალიზების პროცესში. პირველი გამოწვევა, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ქართული ბრენდი,
იყო თავიდან რაღაც უნდობლობის ფაქტორი, თუმცა ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადავლახეთ და დღესდღეობით, როდესაც მომხმარებელი მაგალითად მოდის შოურუმში, როცა იგებს, რომ ბრენდი არის ქართული, თუ არის ის ჩვენ შესახებ, პირიქით ძალიან უხარია და ცდილობს, რომ მხარი დაგვიჭიროს, ასე ვთქვათ, აირჩიოს ქართული პროდუქტი. ხოლო რაც შეეხება წარმოების ნაწილს, ცხადია სამომავლოდ ვისურვებდი, რომ ვთქვათ, იგივე ქსოვილის წარმოება იყოს შესაძლებელი საქართველოში, რომ ვთქვათ, ის დეტალები, რომლებიც არ მზადდება საქართველოში ჩვენი ბრენდისთვის, ისინიც ვაწარმოოთ საქართველოში. ხო, არ გეგმავთ ახლოს მომავალში უცხოურ არხებზე განთავსებასაც და საქართველოს პარტნიორებს მიღმა გასვლასაც. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ექსპორტის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით არის რაღაცა სირთულეები, რომელსაც ვცდილობთ რომ დავძლიოთ, მაგალითად ეს სირთულეები, რომ ახლა როდესაც გვაქვს მოლაპარაკება დიდ კომპანიებთან, მათ ჭირდებათ, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი პროდუქცია იყოს განთავსებული რამოდენიმე ევროპის ქვეყანაში, რაც ცხადია, რომ ზრდის თვითონ პროდუქტის წარმოების ხარჯს და ასე შემდეგ და ჩვენ ჯერჯერობით ამ ყველაფერზე მუშაობთ და იმედი მაქვს, რომ მალე მოვალთ თქვენთან და მოგიყვებით ამის შესახებ. მადლობა მარიამ, მადლობა შენი დროისთვის, ჩვენთან თანამშრომლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მარიკელა ახვლედიანი, ზეზეწარის დამფუძნებელი იმყოფებოდა საქმიანი დილას სტუდიაში.